დღეს დილით რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ზუგდიდში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. გზის გადაკეტვის მიზეზი პროკურატურის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა გახდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უცნობმა მამაკაცმა პროკურატურის შენობის წინ გაიარა და შავი პოლიეთილენის პარკი დატოვა. ამან პროკურატურის დაცვა დააეჭვა და მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ ეს პირი დააკავეს. თვითმხილველების ცნობით სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სპეციალური მოწყობილობით გააუნებელყვეს. ამ დილით რომ მოვედი სამსახურში, ისეთ რომ პროკურატურა არის ჩვენ წარმოსაწარმოს გვერდით და უკვე შემოფარგლული ქონდა პოლიციას ტერიტორია და ასე გავიგე რომ იყო ნაღმი დადებული პროკურატურის სიახლოვეს ჭიშკართან, ალაყაფთან ახლოს და მე შემდეგ მოვიდნენ გამნაღვლები და ეს ყველაფერი გაანეიტრალიზდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია ადგილზე, მოხდა მისი აფეთქება. როცა ისე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, მეც გავჩერდი და პროკურატურასთან იყო ნაღმი დადებული, რომელიც იყო შავ პარკში, ალბათ ცოტა აფეთქების ხმაც იყო. შემდეგ გამნახველებმა თავის სამუშაოები ჩაატარეს, ნაღმი განაღმულია და ყველაფერი მთავარი ის არის, რომ არავინ არ დაშავებულა და ეს პრეცედენტი დამთავრდა უმტკინეულად. ამასთან ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პირი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის როდის მოხდა შემთხვევა, საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.